მოგესალმებით. დღეს იქნება პირველი ვიდეო სერიებისა, სადაც ზოგადად განვიხილავთ GDScript-ს, როგორ გამოვიყენოთ ის და რა ფუნქცია გააჩნია ზოგადად კოდატისთვის. დასაწყისისთვის პირველი ვიდეო შეეხება ცვლადებს, რომელიც variables, ასე ქვია. მოდი ჩვენ ჩვეულებრივ შემთხვევაში რაღაც გარკვეულ სცენას ვქნით და მაგას უკავშირებთ რაღაცა გარკვეულ scripts, ხო? მოდი ამ შემთხვევაში სხვანაირად გავაკეთოთ და ვისწავლოთ წესი, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ editor script-ი. მოდი აქ ფაილების სისტემაში მარჯვენა ღილაკს დავაწყვეთ და შევქმნათ ახალი script-ი, new scripts დავაჭიროთ. Inherit-ში შეგვიძლია მოვნიშნოთ არა node-ი, არამედ editor script-ი. შეგვიძლია ჩავწეროთ editor script და ზუსტად ასეთი რაღაც არის, შეგვიძლია დავაწვეთ ამას და inherits editor script ეს აუცილებლად უნდა ეწეროს. ეს შეგვიძლია template-ით დავტოვოთ, როგორც ასე არის და ჯობია რომ დავტოვოთ, დავაწვეთ create და შეიქმნება მსგავსი რაღაცა გარკვეული script-ი, რომელშიც გვექნება რომ ეს არის რაღაც გარკვეული tool-ი და extends არის editor script-ი. ეს tool-ი ნიშნავს იმას, რომ ეს ამის ერთადერთი დანიშნულება არის ის, რომ რაღაცები დავტესტოთ მხოლოდ და მხოლოდ. როგორც ასეთი არაფერზე არ არის დაკავშირებული, ასე რომ რაღაცა სხვა შემთხვევაში, როდესაც ვაკეთებდით, რომ უკავშირებდით მოთამაშეს რაღაც გარკვეულ scripts ასე არის. ეს დამოუკიდებლად არსებობს და რომლის გაშვება და დატესტვა ყველანაირი სცენის გარეშე შეგვიძლია და ამასაც თუ დავაკვირდებით, ფერის განსხვავებული აქვს. კარგი, პირველ რიგში რაც შეგვიძლია ვნახოთ არის, რომ ეს run ფუნქცია გვაქვს. აღარ გვაქვს არანაირი ready ფუნქცია, არ გვაქვს არანაირი რაღაცა physics process ფუნქცია. გვაქვს run ფუნქცია, რომლის გამოძახება ძალიან მარტივად შეგვიძლია. კონკრეტულად მარჯვენა ღილაკს თუ დავაწვევით აქ, აქ გვაქვს run და ამ შემთხვევაში არაფერი არ იქნება ეს run რო გავაკეთოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას გამოვიყენებთ შემდეგ. Ctrl Shift და X არის ამის shortcut. კარგი, პირველ რიგში მოდი ამას წავშლი და ეგეთ რაღაც გავაკეთებ, რომ print-ი გავაკეთოთ აქ. Print-ი გავაკეთოთ, მოდი ეს იყოს hello world. და შევამოწმოთ ნამდვილად მუშაობს თუ არა. მოდი ჯერ ამით გავაკეთებ, run-ს გავაკეთებ და მართლა დაიბეჭდა აქ. თუ კიდე გვინდა რამდენჯერმე shortcuts გამოვიყენებ ამ შემთხვევაში Ctrl Shift და X და ყველა ჯერზე დაიბეჭდება. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მუშაობს. კარგი, ეხლა პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ? ესე იგი, ჩვენ გვაქვს ცვლადები. ცვლადის მთავარი დანიშნულება არის, რომ რაღაც გარკვეული ინფორმაცია შეინახოს და ეს ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს რაღაცა დროის განმავლობაში. ცვლადი გვაქვს რამდენიმე სახის. ეს არის მაგალითად string-ი. ასევე გვაქვს, მოდი ამას აქ გავაკეთებ. ასევე გვაქვს boolean-ი. მოდი მეორე იყოს integer, integral, ასე იწერება. თუმცა int პირველი სამი ასოთი იწერება ენების უმრავლესობაში. გვაქვს ასევე float, რომელიც არის არამთელი რიცხვი, integer არის მთელი რიცხვი, float არის არამთელი რიცხვი. ასევე გვაქვს boolean, რომელიც ვახსენე. Boolean-ს აქვს ორი მნიშვნელობა, ეს არის true or false. მაგალითად, რომ თქვა, სიმართლე არის თუ ტყუილი არის, მარტივად რომ თქვა და მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ player was hit, მაგ შემთხვევაში, player-ი დაარტყეს თუ არა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია boolean-ი გამოვიყენოთ და ან სიმართლე იქნება, ან false იქნება, ან ტყუილი იქნება და მაგის მიხედვით შეგვიძლია რაღაცა გავაკონტროლოთ. Okay, string-ი გვაქვს, integer-ი გვაქვს, float-ი გვაქვს, boolean-ი გვაქვს, ჯერჯერობით ეს ფაქტობრივად სამი სახის ტიპი არის, ეს ერთში ერთიანდება ფაქტობრივად რიცხვები არის, ხო, მეტი არაფერი არ არის. ეს სამი 4 ტიპის ცვლადი გვაქვს, რომელიც შეგვიძლია შევქმნათ. ეხლა ამ ცვლადის შექმნა შეგვიძლია როგორც აქ, ასევე შეგვიძლია აქ გავაკეთოთ. მოდი პირველი ეს ზემოთ გავაკეთებ, რაღაცა ფუნქციის გარეთ გავაკეთებ. მოდი პირველი ცვლადი იყოს მაგალითად age და ეს age იყოს 25. მოდი ეხლა აქ print-ს ავიღებ და ამ age-ს run-ს გავუკეთებ, ანუ გავუშვებ. მოდი ამას წავშლი მთლიანად, რომ ვიცოდეთ, რომ კონსოლში ცოტა გადაჭედილი გქონდეს რაღაცები, Ctrl Shift და X დავაწვევი და ეს 25 დამბეჭდა ნამდვილად. ეს age, ნახეთ, ეს var რო წერია, ეს ნიშნავს variable. ამ age-ის შეცვლა შემიძლია მე. მაგალითად, აქ რო თქვა, რომ age-ის სინამდვილეში ტოლი არის 28-ის,
აი ეს ამას თავზე გადააწერს და შევხედოთ და ვნახოთ, აბა Ctrl-Shift და X და აი 28 ნამდვილად გადააწერა თავზე. ეხლა ამით რაზე მინდა ყურადღების გამახვილება. თუ დეკლარაცია ხდება აი ამით, ანუ ეს varს რო წერთ არის ამის დეკლარაცია. თუ დეკლარაცია ხდება varით, ამ შემთხვევაში ამის ცვლილება შემეძლია. მაგრამ ეგეთი რაღაცა რო განეკეთებინა მაგალითად, რომ const-ი გამოყენებინა და მოდი იყოს my age, აი ასეთი ცვლადი იყოს და ეს იყოს 30. აი ამ შემთხვევაში ეს რო გამოსახო, აი მაგალითად მოდი ჯერ ამ print-ს გავაკეთებ. print-ს გავაკეთებ, რომ ჩვეულებრივად მუშაობდეს, რომ დავინახოთ წოშლი. და აი 28 დაიწერა და 30 დაიწერა ნამდვილად, ხო? მაგრამ მოდი აბა ეხლა my age შევეცდები, რომ შევცვალო ეს და 30-ის მაგირო 35 იყოს. აი ნახეთ, აი აქ დამიწერა ეგეთი რაღაცა, რომ cannot assign a new value to a constant. ანუ constant ნიშნავს, რომ ეს არის მუდმივა, ანუ გვაქვს რაღაც გარკვეული ცვლადი და გვაქვს ასევე მუდმივა და ნუ რა მუდმივა ხა პირდაპირ გვეუბნება სახელი, რომ ამის შეცვლა არ შეგვიძლია. აი ეს მაგალითად გამოიყენება თუნდაც აი გრავიტაციას როდესაც ვაძლევთ ან რაღაც გარკვეული რაღაც გარკვეული ერთეული გვაქვს, რომლის შეცვლა არასოდეს არ გვინდა. და ეს არის ამის მთავარი დანიშნულება. კარგი, მოდი გადავალ შემდეგ ნათელზე. მოდი ხა ამას თაბლად ჩამოვიტან მე. და const-ის თაბლა იყოს. const-ი ცალკე იყოს, ეს ცალკე იყოს. აი ეგ ჩამოტანა alt-ით და arrow-ისრებით არის, ან შემიძლია ნებისმიერ ადგილზე გადავიტანო. კარგი, მეორე რაც შემიძლია გავაკეთო არის var მაგალითად მოდი იყოს speed. და მოდი ეს სიჩქარე იყოს 10.5. ეხლა მოდი ეგეთ რაღაცას გავაკეთებ, რომ აი ამასაც და ამასაც, ნუ ერთმანეთსაგან განსხვავებული რიცხვები არის, ხო? და წეგან თქვით, რომ ერთი არის რომ მთელი რიცხვი არის და მეორე არის არამთელი რიცხვი, ანუ integer და float. აი თუ გვინდა რომ შევამოწმოთ მაგალითად აი ამათი ტიპები როგორ არის, შეგვიძლია ეგეთი რაღაცა დავწეროთ. მოდი ეხლა ამებს წავშლი, არაფერ შემჭირდება და გავაკეთებ ეგეთ რაღაცას. print ეგეთი არსებობს type of, ნუ type of-ის გარდა სხვა რაღაცას დაგჭირდება, მოდი, მაგრამ ჯერ age-ისთვის შევამოწმოთ. გავაკეთოთ ერთ-ზეც და გავაკეთოთ მეორეზეც. speed-ზე. Ctrl-Shift და X გავაკეთებ და დამიწერა 2-იანი და 3-იანი. ეს 2-იანი და 3-იანი ნუ სინამდვილეში აღნიშნავს ერთი integers, მეორე აღნიშნავს floats. მაგრამ მე 2-იანი და 3-იანი კი არ მჭირდება, მე მჭირდება რომ სიტყვიერად გამომისახოს რაღაცა. ასე რომ აი ამ მნიშვნელობას შემიძლია გადავაკეთო ეს მნიშვნელობა string-ად. type string, აი ეს რომელიც არის, აი ამათ შემიძლია გადავაკეთო და აი ამის ფრჩხილებში შემიძლია ჩავსვა ეს. მოდი აქაც იგივეს გავაკეთებ ახლა. აქაც იგივეს გავაკეთებ. type string. ან რაღაც string-ად გადაგცევა თუ მჭირდება ან რაღაცა, შემიძლია ეგ გამოვიყენო. Ctrl-Shift და X დავაწვევი და აი დამიწერა ნამდვილად. ერთი არის integer, მეორე არის float. აი ეხლა ამ type string-ის მაგივრად ასევე გვაქვს, ნუ სხვა რაღაცებიც რა თქმა უნდა, ხო, type boolean-ი გვაქვს და ასე შემდეგ. მაგების გამოყენება შეგვიძლია. ეს უბრალოდ დემონსტრაციისთვის არის, რომ რაღაცის ტიპი შევამოწმოთ. ეხლა რადგანაც ვიცით, რომ ამის ტიპი მაგალითად ერთი არის integer და მეორე არის float-ი, შემიძლია მივწერო კიდევაც ტიპი. ეხლა ტიპის მიწერა როგორ არის? შეგვიძლია დავწეროთ ორი წერტილი და ეს ხო ვიცით, რომ integer არის. მეორე ვიცით, რომ არის float. და შეგვიძლია მივაწეროთ. ეხლა ეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ზედმეტი წერა არის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ნახეთ, აი აქ არაფერი არ შეიცვალა, ხო? აბსოლუტურად ერთი და იგივე არის. მაგრამ საქმე ის არის, რომ რაღაცა დიდი კოდი რო გექნებათ, იმ კოდში ჩვენ გვირჩევნია, რომ ტიპები ყოველთვის მივანიჭოთ, რადგანაც რაღაცა გარკვეული ერორი არ მოხდეს და შემთხვევით რაღაცის ცვლილება არ მოვახდინოთ. ჩვენ როდესაც გვჭირდება მაგალითად integer, მაგ შემთხვევაში ნუ რეალურად გვჭირდება რომ რაღაც გარკვეულ მომენტებში მთელი რიცხვი იყოს, რაღაც გარკვეულ მომენტებში არამთელი რიცხვი იყოს.
და ამის მაგალითებს მე მომდევნო პერიოდში უკეთესად განვიხილოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაგალითად direction-ზე გადავალთ, ხო? Direction-ი უმრავლეს შემთხვევაში არის ძირითადად არის ყოველთვის არის ხოლმე integer, მთელი რიცხვი არის, ან 1-ია, ან 0-ია, ან -1-ია. და ეგ რეალურად გჭირდება. ეხლა ნახეთ, მაგალითად, მოდი ხა ამებს ავშლი. მაგალითად რომ მაგალითად age-ს გადავუკეთოთ და შემთხვევით დავწერო 30.5. და მოდი ეხლა print-ს გავაკეთებ, რომ ეს age-ი გამოსახო. ნახეთ 30 გამოისახა 30.5-ის მაგივრად. და აქ ერთი რაღაცა მითხრა, რომ აქ გვეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ float თავიდან იყო integer, მერე float-ად გადააკეთეო და მაგის გამო loses precision, ანუ არ გავს კონკრეტულად იმ 30.5-ს აღარ გამოსახავს რაღაცა სხვა რიცხვს, რომელიც ახლოს არის მასთან. ანუ ზუსტი აღარ არის მაგას ნიშნავს. და საბოლოო ჯამში რომ გამიყვითლა ეს soft error-ი არის, გამიყვითლა და მეუბნება რომ რაღაც გარკვეული შეცდომა მაქვს და ეს მივხვდი რომ რაღაც შეცდომაა და ხელით ამის მოძებნა ნამდვილად ხა ბევრად უფრო მარტივი არის მაგალითად რომ ეგ ყვითელი მოძებნა ვიდრე მსგავსი რაღაცა, ხო? კარგი. float-ი და integer-ი სულ ეს არის. მოდი გადავიდეთ string-ზე. მაგალითად string-ი იყოს my name. ამაზეც ვიცი რომ string-ი უნდა იყოს და მოდი ეს იყოს მაგალითად არ ვიცი, მოდი ეს იყოს godot დავწეროთ. მაგრამ ნახეთ ამაზე გამიწითლა. ჩვეულებრივ შემთხვევაში აქ და აქ ეგრე გამომიყენებია, მაგრამ როდესაც string-ებს ეხება საქმე, ყოველთვის მჭირდება რომ ბრჭყალებში ჩავსო. ბრჭყალებში როდესაც ჩავსო დიდი სათი უნდა გამიკეთები. ამასაც მოდი შევუცვლი რომ ნამდვილად დავინახოთ რომ ყველაფერი რიგზე არის. ნახეთ გამიწითლა და როდესაც ბრჭყალებში ჩავსო, ყველაფერი ხდება და ფერით შეიცვალა. საბოლოო ჯამში შემიძლია რომ ეს ჩვენი string-ი my name გამოსახო და დამიწერს ნამდვილად godot-ს. შემდეგი არის უკვე boolean-ი, მოდი boolean-ი გამოსახოთ. მაგალითად var is student, რომელიც არის boolean და ეს შეიძლება იყოს მაგალითად true. ეს არის შემთხვევაში სიმართლე. პატარა თუ უნდა იყოს ეს. ეს არის სიმართლე. მოდი ესეც გამოვსახოთ. is student. და შევამოწმოთ, რომ true დამეწერა ნამდვილად. მეორე მნიშვნელობა ამის არის false. მაგალითად ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. და დაწერა false ნამდვილად. კარგი, boolean-ის შემთხვევაში სულ ეს არის. ჩვენ როდესაც ეხლა რაში შეიძლება გამოვიყენოთ მაგალითად ეს boolean-ი. მაგალითად ეგეთი მარტივი if statement-ი რო შემოვიღოთ. ეხლა ცოტა უსწრებთ რაღაცებს, მაგრამ მოდი მაინც გავაკეთოთ. if ნიშნავს თუ რაღაცა მოხდა, ამ შემთხვევაში მინდა რომ რაღაცა გარკვეული კოდი გააშვეს, ხო? მაგალითად is student უდრის სიმართლეს. მაგრამ უბრალოდ იყოს false. ჭანდრას. ეს ორი წერტილი რომ მიწერია, ორი ტოლობა რომ მიწერია, ეგ ნიშნავს იმას, რომ შედარება ხდება ამის მნიშვნელობის. ანუ ამის მნიშვნელობას ვადარებთ, ამას. თუ ეს და ეს ემთხვევა, ამის მნიშვნელობა და ეს ემთხვევა, აქ შემთხვევაში მინდა რომ რაღაცა გავაკეთოთ. ბოლოში ორი წერტილი მიწერია ყოველთვის და მაგის შემდეგ რაღაცა მინდა გავაკეთოთ. მაგალითად print მოდი დავწეროთ ეგეთი რაღაცა. ალბათ არასრულწლოვანია. მოდი შევამოწმოთ, აბა. ალბათ არასრულწლოვანია. თუ ეს იყო სიმართლე, მაგ შემთხვევაში ეს დამიბეჭდებოდა, მაგრამ ეს რო დამეწერა ეხლა რომ true ყოფილიყო, მაგ შემთხვევაში იმ რაღაცას აინახეთ, იმ რაღაცას არ დამიწერდა საერთოდ. მაგრამ მაშინ როდესაც გადავაკეთებ, დამიწერა ეგ. ეხლა ერთი რაღაც მინდა მივაქციოთ ყურადღება. როდესაც აქ ასეთ რაღაცას ვაკეთებთ, აქ ყოველთვის აუცილებელია ასეთი დატოვება. ამ დატოვებას არასოდეს არ ვწერთ ხოლმე space-ებით. ეგეთი რაღაც გაკეთება არ შეიძლება.
მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია ტაბის გამოყენება და ამ ტაბით გადავდივარ სადღაც. ეს დასაწყისში უნდა მეთქვა, მაგრამ არ აღშოს. ყველა ფუნქციის ან ყველა რაღაცა ასეთი if statement-ის მერე აუცილებელია რომ ეს და ამის შემდეგ რაღაც გარკვეული გამოტოვება უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აი აქ რო ასე მქონდეს, ერორი იქნება, იმიტომ რომ ეს ამის ნაწილი აღარ არის. თუ მინდა რომ ამის ნაწილი იყოს რაღაცა, აუცილებლად მაგის ქვეშ, როგორც რაღაცა ქვეკატეგორია, ეგრე შეგვიძლია, ეგრე უნდა დავწეროთ აუცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ეგენი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ელემენტები არიან, რომლებიც, არ შუაში არ არიან და საბოლოო ჯამში იმას ვერ მივიღებთ, რაც ჩვენ გვინდა. კარგი, ცვლადებთან დაკავშირებით სულ ეს არის ჯერჯერობით. იმედი მაქვს მოგეწონათ, თუ რამე კითხვები გაქვთ, დამიწერეთ და გიპასუხეთ აუცილებლად.